სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მომხმარებლების რაოდენობაც. არა იმის გამო, რომ ინტერნეტის დახმარებით რაიმე წიგნი ეპოვათ, არამედ რომ ენახათ მათი საყვარელი იუთუბერის ან ტიკტოკერის ახალი ვიდეო, რომელშიც ასრულებდა მორიგ კრინჯულ თუმცა ახალ ტრენდს. მაგალითად ტაერლისტი, ადრე თითქმის ყოველი მეორე იუთუბერი იღებდა ტაერლისტებს, ზოგი დღემდეც კი იღებს. დიდი ალბათობით სახლში საათი არ აქვთ, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რომ ეგ ცოტათი არ იყოს და წინა საუკუნის ტრენდია. თუმცა ვინა ვარ მე რომ საერთოდ მაგას ვამბობ. მოკლედ, დღეს მინდა შეგახსენოთ რამოდენიმე დავიწყებული ტრენდი, რომელსაც ადრე თითქმის ყველა იღებდა. და რა თქმა უნდა, მოიმარაგეთ რაიმე სასუსნავიან სნექი, იმიტომ რომ ვიწყებთ. დღევანდელი ვიდეო მინდა დავიწყოთ ჩემი აზრითვე ყველაზე საუკეთესო ჩელენჯით, რაც კი მეოდესმე მინახავს. და ეგ არის bottle flip challenge. მაგ ტრენდის მთლიანი აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ჰაერში უნდა აგეგდოთ ნახევრად საუსე ბოთლი ისე რომ არ დაცემულიყო. არ ვიცი რატომ გახდა ეგ პოპულარული, მაგრამ რატომაც არა. 2016 წელს იმ დონეზე გავარდა, რომ ყოველივე მეორე ცდილობდა მაგის გამეორებას დაწყებული იუთუბერებიდან დამთავრებული 12 წლის ნუგზარიკოებზე. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ ტრენდს აქვს ერთი და იგივე დასასრული. რამოდენიმე თვის შემდეგ ყველამ დაივიწყა მაგის შესახებ. 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში ყოველ მეორე ბავშვს ჰქონდა ერთი და იგივე ნივთი, რომლის მთავარი დანიშნულებაც იყო, რომ ადამიანისთვის ნერვები დაეწყნარებინა, ეგრეთ წოდებული ანტისტრესი. მაგრამ როგორც წესი პირიქით მუშაობდა, ისევ იმის გამო, რომ ყველგან ხედავდი, გინდა ქუჩაში, სკოლაში ან სახლში. დიახ ხალხო, ჩვენ ახლა ვისაუბრებთ სპინერებზე. საერთოდ ჩვენს დროს ვინმე ახსოვს თუ რა არის სპინერი? იმედი მაქვს რომ არა. 2017 წელს ყველა იღებდა სპინერების დახმარებით ვიდეოებს. გინდა ეგ იყოს ახალი სპინერის განხილვა ან სპინერი GTA 5-ში ქართულად. კარგი ეგ რაღაც ახალია. სამწუხაროდ სპინერის ტრენდი იმავე წელსვე მოკვდა, ისევ იმის გამო, რომ თითქმის ყველაფერი გადაიღეს მაგ საწყალი სათამაშოთი. ნუ ლოგიკური იქნებოდა რომ მოკვდებოდა. რის გამოც მაგის პოვნა მაღაზიებში დღემდე რთულია, თუმცა კარგად თუ მოძებნით შეიძლება იპოვოთ უნიკალური სპინერები. Dragonite! Dragonite! 2016 წელს iOS-ზე და Android-ზე გამოვიდა თამაში, რომელმაც იმდროინდელი ინტერნეტი ააფეთქა. და ეგ არის Pokemon Go. Pokemon Go არის mobile თამაში, თუმცა არც PUBG-ს და არც რაიმე სხვა თამაშს არ გავს. ისევ იმის გამო, რომ გარეთ გიწევდა გასვლა. წარმოიდგინე, თამაშობ და ამავდროულად სეირნობ. ვაუ! თამაში იყენებდა GPS და კამერას, რის დახმარებითაც გიჩვენებდა თუ სად იმყოფებოდა უნიკალური პოკემონები. უბრალოდ წარმოიდგინე, ერთი პოკემონის გამო შეიძლება 5 ან 10 კილომეტრი გაგევლო. და ხალხს ეგ მოსონდა. თუმცა მაგ თამაშის გამოც არაერთი ინციდენტიც მომხდარა, ისევ იმის გამო, რომ ტელეფონიდან თავს არ იღებდნენ. ხეებს და ლამპიონებს ნამდვილად არ მოსონდათ ეგ თამაში. ჩემი აზრით, Pokemon Go იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იმდროინდელი ჩელენჯი, ტრენდი, თამაში, რაც გინდათ ის დაარქვით. რის გამოც ხალხი გარეთ გადიოდა და ერთმანეთში უწევდათ კომუნიკაცია და ეგ რაღაც ჩვენს დროს საშინლად გვაკლია. ცუდი არის ის, რომ ჩვენს დროს მსგავსი ტიპის თამაშები არც კი ისე პოპულარულია, თუმცა კოვიდის მერე არც კი მიგვირს. არა და დიეტაზე მინდა რომ დავждდე და მარტო თამაში მეზარება. დღეისათვის ესაა, სამწუხაროდ ყველა ტრენდის მოთავსება ერთ ვიდეოში საკმაოდ რთულია, თუმცა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაწერეთ კომენტარებში და შეიძლება მეორე ნაწილიც გადავიღოთ. მოკლედ, თქვენთან ერთად იყო ჟორა, აბა მომავალ შეხვედრამდე.